მაკაბოჭორიშვილი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებულ მინისტერიალზე, რომელიც პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა ზოგად კონტექსტსა და საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით სუვერენულ სახელმწიფოებზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე. ბოჭორიშვილ მამის თვალსაჩინო მაგალითად საქართველო დაასახელა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მსოფლიოში რადიკალური ჯგუფები ხშირად დემოკრატიის სახელით მოქმედებენ, თუმცა მისივე მტკიცებით, მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტება. ბოჭორიშვილმა ასევე თქვა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ისე თავად საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს. ქართული ოცნება მაკაბოჭორიშვილის მონაწილეობას მარკო რუბიოს ორგანიზებულ მინისტერიალში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან იდეოლოგიურ თანხვედრად წარმოაჩენს. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პოზიტიური ამბავია, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შტატების სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას. ამავე დროს, როგორც ბრიფინგიდან გაირკვა, მდინარაძე სრულად იზიარებს კობახიძის განცხადებას, რომელმაც კელი დეგნანი პოლიტიკურ ტერორიზმში დაადანაშაულა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ წარმოუდგენია ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგება მაშინ, როდესაც პარტნიორების მიმართ მსგავს ბრალდებებს აჟღერებს. ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯერ ერთი მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ხალხი პირდაპირი გაგებით ლამის სემაზე გადმოვიდა. ოთახებში იყო მუჭების და ხელების ბრახუნი მაგიდებზე. ომის მოთხოვნით. დემოკრატიის შავი დღე ვინ ეკითხებოდა კელი დეგნას ან რომელიმე ელჩს თუნდაც ვინ ეკითხება რაღაცა კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღე დიახ წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელები წარმომადგენლები წინა ადმინისტრაციის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასე უხეშად და ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ვერბალური ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში და მხოლოდ იმის გამო ამას ეძახით. ამაზე მეც ვერაფერს იზრდა, მაშინ უნდა მოსულიყო და დავებომბეთ. მაკაბოჭორიშვილი სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან, როგორც მათი ნაწილი ამბობს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბოჭორიშვილი ანტიქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც ერთ-ერთ ვიწრო პროფილურ საერთაშორისო კონფერენციაზე შიდა პოლიტიკური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება სცადა. მათი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობები განადგურებულია, ქართული ოცნება ვითარების სტაბილიზაციისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს. სინამდვილე არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაწესებული აქვს ძალიან კონკრეტული კაფეო ფასი, კონკრეტული ნაბიჯების ნუსხა, რომელიც რეჟიმმა უნდა გადადგას სტაბილიზაციისთვის. ამ რეჟიმმა თქვა, რომ ისინი არაპირებენ რუბიოს მოსმენას, რომ არაპირებენ არაფრის გაკეთებას და შედეგად ამ რეჟიმმა მოგცა ის, რომ უმთავრეს პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს განადგურებულია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა. და აი ამ ყველაფრის შედეგად ზარალდება ქართული ეკონომიკა, ქართული პოლიტიკა, საქართველოს როგორც სახელმწიფო და ვხედავთ, რომ რეჟიმი არ დგამს რეალურ ნაბიჯებს სტაბილიზაციისკენ და იმ ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაში არაერთხელ იქნა იდენტიფიცირებული და გამოთქმული. და მე ვფიქრობ, აი ეს აჩვენებს ყველაზე კარგად რეალურ მიდგომას. ამ რეჟიმს სურს საკუთარი თავის PR-ისთვის რაღაცა ფორმატებში ყოფნა და ფოტოების გადაღება, მაგრამ არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება. მინდა საზოგადოებას გავახსენო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბატონი მარკო რუბიოს 3 ივნისის განცხადება, მან საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ იმედოვნებს ცვლილებებს არა მხოლოდ საქართველოს ურთიერთობებში, არამედ თავად საქართველოს ხელისუფლების ქცევის ტრაექტორიაშიც. ამიტომ მე აქეთ მექნება შეკითხვა ქალბატონ ბოჭორიშვილთან, ჰქონდა თუ არა მას ცალკე კომუნიკაცია საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე და თუ ჰქონდა ეს კომუნიკაცია, რაზე ისაუბრეს. მაგალითად, დასვა თუ არა საკითხი, რომ დღეს 17 ივლისიდან სოხუმში ჩელიაბინსკიდან პირველად იწყება პირდაპირი რეისი. საუბრა თუ არა ჩვენს პარტნიორებს ამაზე და მოითხოვა თუ არა ამისი დაგმობა. აი ეს მაინტერესებს მე და არა რაღაცა სადღეგრძელოები და ფოტოების გადაღება ევროპაში ნაყიდი ლამაზი ტანსაცმლით. ვაშინგტონში მიმდინარე მინისტერიალზე პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ 60-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ზოგი საგარეო საქმეთა ან შინაგან საქმეთა მინისტრები, ზოგი კი შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირების დონეზე. როიტერსის ცნობით მინისტერიალი ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას მემარცხენე მოძრაობების წინააღმდეგ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის თქმით სამართალდამცავი ორგანოების საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ.